დამოუკიდებელი სპეციალისტები ოცნების კულტურის მინისტრს ტყუილში ამხელენ ჩანთების სკანდალში გახვეული თინათინ რუხაძე ამტკიცებს, რომ გელაც დროებითი გადახურვა უკვე იცავს. არადა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გუმბათზე მხოლოდ ნაწილობრივ არის გადაფარებული ეგრეთ წოდებული ტენტი. ოცნების ცრუ კამპანიას უერთდება საპატრიარქოც ოცნების კულტურის სამინისტრომ მეუფე შიოსგან მადლობა მიიღო. მიზივე კუაგძელებს საუბარს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში. დიახუკა, რა საფრთხის წინაშე დგას გელათი და როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი? ახლა ეს მთავარი შეკითხვა. დღეს გაიმართა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის 2 წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სადაც სიტყვით გამოვიდა თინათინ რუხაძე და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოც, რომელმაც პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა ქართულ ოცნებას, კერძოდ ირაკლი კობახიძესა და ირაკლი გარიბაშვილს. მიტროპოლიტის თქმით, გელათის ტაძარს საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი რიგზეა. ყოველივე ამის განხორციელება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის დახმარების გარეშე და ჩართულობის გარეშე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი იჩენს გელათის რეაბილიტაციისადმი. გულისხმობ არა მხოლოდ ფინანსურს, არამედ მორალურ თანადგომას და მხარდაჭერასაც. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის თანადგომამ პროექტის საწყის ეტაპზე გადამწყვეტი როლი შეასრულა. იპის თანამშრომლობა ქმნის სრულიად ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და ხა ჩემთვის როგორც კულტურის მინისტრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობის ესე რომ გავყოთ ნახევარზე მეტი მოდის ძეგლების და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. ძალიან მალე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ბედნიერები ნახავთ აღდგენილ გელათს. მაშინ, როდესაც თინათინ რუხაძის თქმით, გელათის გადაფარვის ეტაპი დასრულებულია და ყველაფერი კარგადაა, სხვა რამეს მეტყველებს კადრები, რომელსაც სოციალურ ქსელში ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელი ავრცელებს. თორნიკე ბარათაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გელათში ამ კონკრეტული ნაწილის გადაფარვის სამუშაოები წელიწადზე მეტია, რაც მიმდინარეობს და ამ დროს ვადები 5 ჯერ დაარღვიეს, რეალურად კი საქმიანობას მხოლოდ 2 კვირა სჭირდებოდა. ბარათაშვილის შეფასებით, თინათინ რუხაძე ტყუის და რეალურად გელათში სიტუაცია მძიმეა. მეტიც ადგილზე სამუშაოები აპრილის შემდეგ გაჩერებულიც კი და ისტორიული ძეგლი ახლა საფრთხის ქვეშ დგას. ეს პრობლემა ისედაც დაძლეულია, იმიტომ რომ დროებითი გადახურვა უკვე დგას და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გელათს ამ წუთას აღარაფერი არ ემუქრება. უშინ გააკეთეს განცხადება კანტორის მინისტრმა რუხაძემ და მინდა გაჩვენოთ რამდენად შეესაბამება სიმართლეს. აი ამაზე თქვა, რომ დასრულებულია დროებითი გადახურვა და დგას. რეალურად გელათში სიტუაცია მძიმეა, რაც შეეხება რუხაძეს. რუხაძე მიკადრა უნამუსო უდიფარი ტოტალური ტყუილი, მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დროებითი გადახურვა უკვე დგას და პრობლემები გელათში საერთოდ არ არის, არათუ დგას, ის უნდა დასრულებულიყო შარშან გაზაფხულზე, მას შემდეგ 5 ჯერ დაასახელეს ვადა 5-ვე დაარღვიეს და ჯერჯერობით ისევ წინ არის მისი დასრულება, ოღონდ პროცესი იქ აქტიური არ მიდის. 2 თვეზე ცოტა მეტია, 13 აპრილის შემდეგ, ზობის შემდეგ, როცა მოიხსნა ჯვარი გუმბათიდან, ამ ადგილზე, გუმბათზე, კერძოდ გუმბათის სახურავზე არანაირი სამუშაო დღემდე არ მიმდინარეობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ დროებითი გადახურვა დასრულებულია, ეს არის უბრალოდ ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უბრალოდ ალბათ ფიქრობენ, რომ ყველანაირ პროპაგანდას ისრუტავენ ადამიანები პროპაგანდისტული არხები. უბრალოდ ალბათ მინისტრი რუხაძე იმდენად არის დაკავებული საკუთარი თავის გამდიდრებით და კომფორტის შექმნით, რომ მისთვის ახლა გელათი, კულტურული მემკვიდრეობა და მთლიანად ქვეყანა მეორე ხარისხოვანია. მაყურებელს შევახსენებ, რომ ყველაფერი 2020 წელს დაიწყო. გელათის სახურავის გამოთვლის აუცილებლობა გაჩნდა 2020 წლის ზამთარში, როცა მთავარ ტაძარზე დაფარებული კრამიტი დაიბზარა. ინტერიერში წყალმასში აღწია და შუა საუკუნეების ფრესკები დააზიანა. ხალხალი დაზიანების პრევენციისთვის კი უკვე მე-5 წელია სამუშაოები მიმდინარეობს. როდის უნდა ველოდოთ გელათის ტაძრის რეაბილიტაციის დასრულებას, ეს ჯერ არ ვიცით. მოქალაქეები თვლიან, რომ პროცესი სპეციალურად არის გაჭიანურებული და რეალურად რეაბილიტაცია მეტად ადრე უნდა დასრულებულიყო.